ეთერში. მინარეთს სავარაუდოდ აღადგენენ დაპირება დღის ბოლოს მუსლიმმა მოსახლეობამ აჭარის მთავრობის ამჯდომარისგან მიიღო. არჩილ ხაბაძეს არ დაუკონკრეტებია ვადები, მაგრამ მოსახლეობას ბათუმში დახმარებას დაპირდა. ორდღიანი დაძაბულობის შემდეგ დღეს საპროტესტო აქციები ერთმანეთის პარალელურად საქართველოს სამ ქალაქში მიმდინარეობდა. მოვლენების შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველმა. სპეციალური განცხადება გავრცელა საპატრიარქომაც. შორს ხელები მინარეთისგან მოგვეცით რწმენის თავისუფლება, ასეთი პლაკატები და ტრანსპარანტებით ქართველი მუსლიმები ბათუმის ცენტრში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეიკრიბნენ. მოთხოვნა კვლავ იგივე რჩება, ისინი ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის პირვანდელ ადგილზე დაბრუნებას ბოდიშის მოხდას, ხოლო სამართალდამცავებისგან გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ. ქართველი ერი, ვინც არ უნდა იყოს, ის იქნება ქრისტიანი თუ მუსლიმანი, არ დაუშვებს საქართველოში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ის მინარეთი სადაც იყო იქ უნდა დაიდგა სასწრაფოდ. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გააკეთოს განცხადება და მოუხადოს ბოდიში მთლიანად ქართველებს და დემოკრატიას. ჩვენ ქართველ მუსლიმებს ჩვენი წმენა გვაქვს. ჩვენი ჯამი გვინდა. ქრისტიანს ეკლესია უნდა. ვისაც რა უნდა ღმერთმა გაუგონოთ. ჩვენ ხო არავის არ ვუძლებთ, არ ვაგილებთ, არ ვაშინებთ. ვისაც რა წმენა იქ ილოცოს. ქართველი მუსლიმები აქციის გამართვამდე ბათუმის მეჩეთში შეიკრიბნენ და დისკუსია აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან არჩილ ხაბაძესთან გამართეს. სასწრაფოდ უნდა მოხდეს აღდგენა მინარეთისა. ამას პლუს ყველა უნდა იქნეს დასჯილი, ვინც ამ სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ბოდიში უნდა მოიხადონ შეურაცხყოფილი ხალხის წინაშე. ბევრი დანაპირები და ბევრი თხოვნა გადავეცი ადონი პრემიერის, ისიც აღნიშნე რომ პრემიერი მათ გვერდით არის და ჩვენს გვერდით არის და მსგავს გაუგებრობებს ადგილი არ უნდა კონდეს. ველოდებით რა თქმა უნდა მთავრობის თავმჯდომარე აქ ბრძანდებოდა, შევხვდით მრევლთან ერთად, მან დაგვირდა რომ აი პრემიერის სიტყვები გადმოგცა რომ დაბრუნდება ესე იგი მეჩეთს დაუბრუნდება თავისი მინარეთი. მინარეთის პირვანდელ ადგილზე დამონტაჟებას ადიგენის რაიონის მცხოვრებლები აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები სხვადასხვა სოფლებიდან ადიგენის ცენტრში შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ აჭარელ მუსლიმებთან საწინააღმდეგომად არაფერი აქვს, თუმცა უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამენ, რომ მინარეთი ღამის საათებში მალულად ადგილობრივების თანხმობის გარეშე დამონტაჟდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მინარეთის დამონტაჟება კონკრეტული ადამიანების მიერ მოსახლეობას შორის შუღლის ჩამოგდების მიზნით მოხდა. ბათუმშიც და ადიგენშიც აქციის მონაწილეები უმთავრეს საკითხად გამოძიების ჩატარებას და პროვოკაციის ორგანიზატორების დასჯას მოითხოვენ. უსმენ მაგათ განცხადებებს, რომ ვართ უმცირესობაში, სახელმწიფო ჩვენ ჩაგრავს, გვართმევს სარწმუნოებას, ეს ასე არ ხდება. პირიქით, ყველა სოფელში აქვს ცალოცავი, ყველა მაგათი დღესასწაული ვიცით. ყველა მაგათ დღესასწაულს ვზეიმობთ. უმცირესობაში ჩვენ ვართ, არაფერს არ ვამბობთ. არც მისი დადგმა ვკითხეს, ამ მინარეთის დადგმა, არც იმაზე არ ქონდა აქამდე პრობლემა, რომ ყოველ დილის ლოცვაზე, საღამოს ლოცვაზე პატივსცემთ მათ, ილოცონ, ის მათი საქმეა, მუსლიმები არიან, ხმამაღლა ლოცულობდნენ, შეიძლება გვაწუხებდა თუ არ გვაწუხებდა ეს ამბავი ჩვენ არ გამოგვიხატია. მალულად ერთ ღამეში დადგეს მინარეთი. არც ადგილობრივი მოსახლეობა შეეკითხენ, არც ხელისუფლება შეეკითხენ, არც არავინ. მეჩეთში მიმდინარეობდა წლების განმავლობაში ლოცვა, რასაც არ აპროტესტებდა არავინ. მიუხედავად იმისა, რომ ის მეჩეთიც უკანონოდ არის დადგმული. კიდევ ერთი აქცია დღეს ქუთაისში გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქართველი მუსლიმების უფლებების დარღვევა გააპროტესტეს და მინარეთის სოფელ ჭელაში დაბრუნება მოითხოვეს. ქუთაისის აქციაზე მცირედი ინციდენტიც მოხდა. გამრელებმა შეკრებილების მოთხოვნები გააპროტესტეს და ახალციხის რაიონში მიმდინარე მოვლენებს ნაციონალური მოძრაობის პროვოცირებული უწოდეს. ყველა უკანონო მშენებლობა ეს მინარეთი იქნება თუ სხვა რამე იქნება, აუცილებლად უნდა დაინგრეს. და შემდეგ თუ მათ უნდათ კანონიერად რაიმეს გაკეთება, სხვა რამეშიც ისე კანონიერი უნდა იყვნენ, როგორც თქვა აი ამ საკითხებში. გონია რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვარ, ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება წამდეს ან არ წამდეს და რაც წამს იმ ღმერთისთვის ილოცოს და იმ ღმერთს შეთხოვოს მისი სულის ცხონება. ახალციხეში იმყოფებოდა დღეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. მინარეთის დემონტაჟი კიდევ ერთხელ გააპროტესტა და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. ვითარება შეფასდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც ზაქარია ქუცნაშვილი. პოლიტიკოსებს სპეკულაციისგან თავის შეკავებას მოუწოდებს. პრობლემის მოგვარებისთვის კი აუცილებლად რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით მომუშავე სპეციალური ჯგუფის შექმნას თვლის. არიან წამქეზებელი ჯგუფებიც,
რაც უნდა რომ აემნიშნით და დაძაბონ სიტუაცია ჩვენს მოსახლეობაში. მე ჩავრებულო რამოდენიმე კონფლიქტის მოგვარებაში, მაგრამ მე მიმაჩნია რომ დრო მოვიდა რომ ვიფიქროთ ამ ორგანიზებულ სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც იმუშავებს სისტემატურად ამ საკითხზე. ნაციონალური მოძრაობა არის ძლიერი, ნაციონალური მოძრაობა არის ძლიერი არა მარტო ადიგენში, არამედ მთელ ამ რეგიონში და მთელ საქართველოში და პასუხს ყველაფერზე მიიღებენ არჩევნებზე, სწორედ აი ამ უკანონო ქმედებებზე და ამ აბსურდულ ქმედებებზე, რასაც ხელისუფლება, რასაც მთავრობა ახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ. რატომ დაიდგა მინარეთი ღამის საათებში? ეს არის კითხვა, რომელსაც დღეს ექსპერტები სვამენ. მამუკა არეშიძე სამთაწყაროს მოვლენებს იხსენებს და კავშირს წინა ხელისუფლებასთან ხედავს. არეშიძე ამბობს, რომ პროვოკაცია ნაციონალური მოძრაობის გარკვეულმა ჯგუფებმა დაგეგმეს. ამ საქმეში არის ჩართული წინა ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის რაღაც ნაწილი, რომელიც ხელოვნურად ამწვევს ვითარებას. სამთაწყარო, გურიის მოვლენები, ადიგენის მოვლენები ამ აზრისკენ გვიფიცკებს. დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იყო საბაჟოზე თურქული ენაზე შედგენილი, იქ იყო ეწერა პირდაპირ მინარეთი. იქვე იყო ნათარგმნი ქართულად უკვე როგორც კონსტრუქცია ჩვეულებრივი სამშენებლო. და ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გაშეგვილია ამის გახმოვანება, რამ აიძულა მებაჟე, რომ ეს ჩაეწერა, რაც ჩაწერა. იქ არ იყო კორუფციული გარიგება ჩვენი ინფორმაციით. იქ იყო ყოფილი მაღალ ჩინოსნის ზარი, რომ უპრობლემოდ გაატარა ეს ტვირთი. ადიგენის რაიონში განვითარებულ მოვლენებს ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც. როგორც ყველასათვის ცნობილია, სამცხე-ჯავახეთი პირად კონტროლზე ყავდა აყვანილი და იმართებოდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და მისი გარემოცვის მიერ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მიუთითებს იმაზე, თუ რა დონის გავლენას ახდენდა და ახდენს ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის სპეციალურ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოც ავრცელებს. ამ ძალის მიზანია როგორმე დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა, ამით კი ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამ ფონზე თავისი მიზნები განახორციელოს. ვინც ამ მოვლენებს თვალყოს ადევნებს, შეუძლებელია ეს არ დაინახოს. თხოვნით მიმართავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა სულიერ ლიდერებს. ხელი კი არ შეუწყონ, არამედ შეეწინააღმდეგონ პროვოკაციულ ქმედებებს, როგორც ადიგენში, ისე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. მინარეთის დემონტაჟის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველიც. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ყველა მხარის მოქმედება კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული. რელიგიისა და აღსარებლობის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია არ დაარღვიოს ამა თუ იმ პირის რელიგიური თავისუფლება და ამასთან მიიღოს ზომები მსგავსი დარღვევების აღსაკვეთად და ამ უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობასაც, ვფიქრობთ, დაუშვებელია და შესაბამისი უწყებების მხრიდან შესწავლას და სათანადო რეაგირება საჭიროებს. ინციდენტი სოფელ ჭელაში 2 დღის წინ მოხდა. ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება სოფელში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟს მოჰყვა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით მინარეთის დემონტაჟი სასაქონლო ექსპერტიზის აუცილებლობით იყო გამოწვეული. თუმცა მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირების დროს 21 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. გამოძიება საქმეზე გრძელდება, პარალელურად მიმდინარეობს მინარეთის სასამართლო ექსპერტიზა.